წევღან კი და ახლა აღარაფერი არ გაქვს. ვაჟბატონმა მოახერხა და დღის ბოლოს ტუჩი გაიხეთქა. ოღონდ რანაირად გააკეთა ვერ ხვდები. გავიხედე ფეხზე იდგა თითქოს და გამოვიხედე და უკვე ძირს იყო. ეს უკვე თევანდელი დილა როგორც წესი ბუბუს ჭამას მით იწყება და მისი პროცედურებით. რაღაცნაირი წვიმიანი ამინდი იყო არა და მე სულ სხვა გეგმები მქონდა და ჩამეშალა, ამიტომ მივედექი დღევანდელ საკვებზე ზრუნვას. გუშინ საღამოდან რომ ატყდა დათა ჰოთ-დოგები მინდაო არ გაჩუმდა და დილითაც არ გადაიფიქრა. თვალი როგორც კი გაახილა, მაშინვე შემითანხმდა ხო გამომიცხობოდა. რა თქმა უნდა, უარი აღარ ვუთხარი, კარგად გადააგორეს დილა. ბარემ მეც მინდოდა, კარგა ხანია ეს ტკბილი ფლავი და ესეც მოვამზადე საკუთარი თავისთვის. გემრიელი გამოვიდა. აბა როგორ ხართ? ჩვენსგან მშვიდობა და იმედია თქვენთანაც მშვიდობიანად გადაგორდა ეს შაბათ-კვირა. გადაგორდა პრინციპში რაღა დარჩა. ახლა კარგად მოგიყვებით გუშინდელ ამბებს და დღევანდელსაც პრინციპში. გუშინ საღამოს უკვე ყველაფერმა რომ გადაიარა და მშვიდად დაჯდომა დავაპირეთ, გავიხედეთ და დათა ძირს გდია, რა ვიცი, წამში. მელაპარაკებოდა და წამში უკვე ტუჩი გაიხეთქა. კბილზე დაუყვა და ესე ხვევით აქვს. ახლა მე ხვეწებოდა სკოლაში არ წავალო ხვალო და რა თქმა უნდა მაგის გულისთვის არ გავაცდენდი ვარავითარ შემთხვევაში. მეთქი არაფერი არ გაქვს, ნუ გეშინია. ასე იარათ. თელი საღამო ასე იყო. დილშიც კი ესე ქონდა ხელი. ძალიან პანიკიორია. არაფერი არ გაქვს ვეუბნებით, დაწყნარდი. ზოგადად ჩემმა შვილებმა არიციან ჩუსტის მნიშვნელობა. საერთოდ ფუნქცია რა დათვირთვა აქვს არიციან. სულ წინდებით მოძრაობენ. ხო და ასრიალდა იატაკზე. ასე იყო დათუკას ამბავი. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, დღეს სხვათა შორის გეგმაში მქონდა ფარდების დარეცხვა. მინდოდა რომ ფარდები მომეშორებინა ბარემ კვირა დღეს, იმიტომ რომ სხვა დღეებში მეჭვება რომ მოვახერხო და ის შაბათ-კვირაც და სხვანაირად მოხდა და გეგმილი ვნახოთ მოკლედ. ფარდების გარეცხვას ყოველთვის ავტომატურად მოყვება ფანჯრების რეცხვა, ის სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. რომ ფარდები გავრეცხვა და ფანჯარა არ გავწმინდო, მაგრამ წვიმს. ჩაწუნწკლული ამინდი გვაქვს რაღაცნაირი. ისე კარგია, გარეთ სასიარულო როცა არ ვარ და გასასვლელია, საქმე არ მაქვს. ძალიანაც მსიამოვნებს წვიმიანი ამინდი, ღიძერობა და ციკულია. მაგრამ საქმეები მაქვს ხოლმე მძულს, წვიმაში სიარული. ხო და რადგან ფანჯრებს ვერ გავწმენდდი, ფარდებიც გადაიდო. სხვა ისეთი არაფერი მეცადინეობა, ესა მოწესრიგება. ხვალიდან რეჟიმი კიდევ ერთ კვირას შევუვარდებით წელში, მოვიტოვებთ. უკან ვახშამს ვამზადებ და სამზარეულოში ვზივარ ხოლმე ძირითადად მაშინ, როდესაც რამეს ვამზადებ. იმიტომ რომ მაქვს ჩვეულებრივი სკლეროზი. ახლა რომ გავიდი აქედან და გავიხურო კარი, საერთოდ მოვიწყდება. წვავ. ერთხელ საერთოდ წვნიანი სუპი დავწვი. სუპი, აი რამდენ ხანს უნდა გავიწყდეს, ხო წარმოგიდგენიათ რომ სუპი დაწვა. ამიტომ როდესაც რამეს ვამზადებ, ყოველთვის ვარ სამზარეულოში. გავედი მეზობელთან და ჭორაობაში რაღაც სუნია და რომ შემოვედი, კარი რომ გავაღი, გასთან ახლოს ვერ მოვდიოდი, უკვე ჰადახა რაღაცა გასკდებოდა მეგონა ქვაბი. ასე იყო ხალხო ეგ ამბავი და ვისწავლე ჭკუა. მინდა რომ ხა ჩემ თმასაც მივხედო, ჩავუტარო თავისი პროცედურები ცოტა. თავსაც უნდა მივხედო. სულ რამდენიმე ყვავილი მაქვს. ბალბები და კალანხოე ვერ გავახარე. ჩემი სახლის ერთადერთი ფანჯარაა სამზარეულო, სადაც ხარობენ და ზოგადად ხო სამზარეულოს ტერიტორიაზე ხარობენ ყვავილები. კიდევ მოვაშენებდი, მოვიმარაგებდი, მაგრამ მე ზამთარში გამოზამთრების პრობლემა გვაქვს. არც ერთი ფანჯარა და არც ერთი ადგილი არ მოსწონთ სახლში. დანარჩენ არც ერთ ოთახში, ამიტომ აი აქ რაც ეტევა ხოლმე მხოლოდ ის მაქვს და დავტოვე ბალბები იმის გულისთვის, რომ სულ ყვაოდნენ და თვალს ახარებენ და ქსიამოვნებს. ესე იგი,
მოიწყვიტეს წელი. არც გადარგვამუშველა, არც მიწის გამოწვლა მუშველა, არაფერი, კალანჰოეები კიდე, რომლებიც რა ვიცი, წელიწადში 9 თვე გონი სულ ყვავიან, ვერა და ვერ გავაყვავე. ვერაფრით. ხო და რომ მოხიკავ და გავიქნევ, კი არ იციან. რაც უფრო თან ვყვები, ისე ადამიანებშიც ეგრეა დააკვირდით. რაც უფრო მეტად კბილსულს ბერავ და რაღაც აბატაში ურა, შენი ჭირიმე. მეტად დიდი ვირის ციხე მოკვდება. მე ესე თვითონ არიან მსხვერპლად. ფიები დავასრულო, შესაქმნაზი მაქვს. მე თამსაც მივხედო და მე ცოტა ხანი ჩაუჯდები რა. ასეთი ამბები გვაქვს, მოკლედ. ცოტა ხუთ აგიჭარავეთ. ხვალ თუ მოვახერხე ყავა ერთად დავლიოთ. წავედი. აბა თქვენ იცით, არ მოიწყინოთ.